Აი ფაქტის ჟურნალისტი ნანო კაბრეგაძეა ჩვენი გადაცემის სტუმარი. საღამოშვიდობისა, დიდი მადლობა მობრძანებისთვის. რა რეაქცია ჰქონდათ, როდესაც დღეს უკვე პაპუაშვილს მოусმინეთ, მას შემდეგ რაც პროპაგანდისტულ არხზე გავიდა დიდი სიუჟეტი იმის თაობაზე, რაც შემდეგ უკვე განაგრძო პაპუაშვილმა დღეს. პრინციპში უკვე ეს მოსალოდნელი იყო, იმიტომ რომ ეს სიუჟეტი წინაპირობა იყო იმისა, რომ მომდევნო დღეს ჩვენ მოვისმენდით ამ შეფასებებს და რა თქმა უნდა არ დააყოვნა კობახიძემ, მე მგონი ვატიკანიდან მოგვიწყნა ანუ განიხილა ეს სიუჟეტი, ნუ მე პაპუაშვილმა ისაუბრა შეიძლება კიდევ გაგრძელდეს, ხო ეს პრინციპში ეს არის გარკვეული წინაპირობა, რომ რაღაც პროცესები იქნება ჩვენ წინააღმდეგ, მაგრამ ნუ აღარ არის დიდად მოულოდნელი. წინაპირობები ახსენეთ, ანუ ეს არ ყოფილა თქვენი აზრით უბრალოდ აი იგლისთან დაკავშირებით თუ სხვა საკითხებზე მხოლოდ რეაქცია, არამედ ეს იყო ცოტა უფრო შორს მიმავალი გეგმის ნაწილი, რომ შექმნან, ასე ვთქვათ, განწყობა, ეს ორგანიზაციები რაღაც დანაშაულს შადიან თითქოს, რომ შემდეგ გააკეთონ რა ნაბიჯები გადადგა. არაფერი საბოლოო ჯამში მე ვფიქრობ, რომ მათ უბრალოდ უნდათ რომ ონლაინ მედიები გაჩნდნენ და აღარ დაისვას ის კრიტიკული კითხვები, რომლებიც საზოგადოებისთვის საინტერესო თემებთან დაკავშირებით ისმის ხომ. ეს პირდაპირ თქვენს აი ხა იმედმა ხომ დაგვიანონსა, რომ მაგალითად იქნება კიდევ სხვა ეგრეთ წოდებული სპეც რეპორტაჟები აი ამ ონლაინ მედიების ქსელის წინააღმდეგ და იქ სპეცსამსახურები იძიებენ და ასე შემდეგ და პრინციპში არაფერი მისახვედრი არ იყო პირდაპირ თქვა ყველაფერი. ანუ სისხლის სამართალს როდესაც ახსენებენ ეს ნიშნავს იმას რომ არ ვიცი ახლა ჟურნალისტების ასე პირდაპირ დაპატიმრებაზე გადავლენ თუ არა ამ ეტაპზე მაგრამ ისეთი პრობლემების შექმნას ორგანიზაციისთვის რომელიც გააჩერა როგორ შეიძლება ეს მოხდეს თუ გაქვთ წარმოდგენა ნუ არ ვიცი ხა ფინანსური პრობლემები უკვე შეგვიქმნას არ შეიძლება რაღაცა კიდევ ერთი როგორც ხა მძია ყავს მაგალითად და მისათითებლად რაღაცები იყოს კიდევ უფრო მკაცრი, არ ვიცი მოკლედ ჩვენ უკვე შეჩეული ვართ რომ აი ამ ძალიან მტრულ გარემოში გვიწევს ყოფნა ჩვენ მედიებმა საერთო განცხადებაშიც აღვნიშნეთ რომ ესეთი დამოუკიდებელი მედიებისთვის ეთიკური ჟურნალისტებისთვის არასდროს არ ყოფილა პოლიტიკური გარემო ასე ვთქვათ მეგობრული მაგრამ ის რასაც ახლა ქართული ოცნება აკეთებს ასე ვთქვათ ყოველგვარ საზღვრებს ცდება მიკროფონიანი NGO-ები როგორც დღეს უწოდა ქართულმა ოცნებამ არ ამგონია ესეც იყოს შემთხვევითი ფრაზა, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით რა ხდება და ვხედავდით საიდან დაიწყო ეს კამპანია, აი მდიდარი NGO-ები და საბოლოოდ ჩვენც უნდა რომ აი ამ ფრაზაში ამის ფარგლებში შეგიყვანონ თქვენ უკვირს ალბათ ქართულ ოცნებასაც საერთოდ როგორ შეიძლება იმუშაოს იმ სახსრებით მედია ორგანიზაციებმა როგორთაც ის მუშაობს და შეიძლება ზოგ შემთხვევაში ურკვის რატომ არ იხურება საერთოდ ეს მედია ორგანიზაციები შეგიძლიათ მაყურებელს უთხრათ რის ხარჯზე ახერხებენ პლატფორმები მუშაობის გაგრძელებას აქ ორი ძირითადი და ფუნდამენტური განსხვავება არის მათსა და ჩვენ შორის ჩვენ გავართ ღირებულებებზე ჩვენ ძალიან დარწმუნებით და ზუსტად ვიცით რას ვაკეთებთ და რისთვის ვაკეთებთ და ჩვენი საქმე აუცილებლად ემსახურება ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ მომავალს და რასაც ჩვენ ვაკეთებთ ყოველი ჩვენი ნაბიჯი არის იმისთვის, რომ მივაწოდოთ საზოგადოებას გადაზუსტებული ინფორმაცია, გადამოწმებული ინფორმაცია და მათ ისარგებლონ, ესე იგი, ზუსტი იყვნენ ინფორმირებულები და ამით გავაძლიეროთ ჩვენი საზოგადოება, რაც რა თქმა უნდა აისახებოდეს მათი ცხოვრების ხარისხზე, ხო? მათ ეს არ შეუძლიათ ჩვენ ძალიან კარგად ვნახეთ რას აკეთებენ მათი ყოფილი წევრები ჩვენ არ გვაქვს არც მილიონები არც შემოდნები არც ოქროზოდები მაგრამ ჩვენ გვაქვს ჩვენი სიმართლე ჩვენი სინდისი და ჩვენი პატრიოტიზმი რითაც ვცდილობთ რომ ამ ქვეყანას ვემსახუროთ ხო როგორც ლეგიტიმურობის თვალსაზრისით პაპუაშვილს რომელსაც არ აქვს ნიშანწყალი რომ ის არის დეპუტატი ქვეყნის შიგნით და გარეთ შეფასებებით ის ამბობს რომ ნუ იტყვიან რომ ჟურნალისტები არიან თქვენზეა აქ ლაპარაკი იმ მედია ორგანიზაციებზე რომელიც თვალში არ მოსდის ქართულ ოცნებას მე მინდა კითხოთ იმედის თვითრეგულირებაში შეტანილ ასე ვთქვათ ამ მიმართვაზე ეს
არ გეჩვენებათ რომ ფორმალობა იქნება ალბათ კი ეს მზადდება ეს განცხადება და მაინც გავივლით ჩვენ ამ ეტაპებს იმიტომ რომ ესეც საინტერესო არის რაღაც მომენტში ანუ რა და როგორ იქნება ნუ ალბათ თვითრეგულირების შემდეგ მოგვიწევს კომისიის ეროვნულ კომკომთან დაკავშირება და ნუ ნახოთ მაგრამ აქ მთავარი მოთხოვნა არის ერთი რომ ჩვენ ვითხოვთ პირდაპირ ეთერს რომ აი ამ ტყუილებზე ამ პროპაგანდისტულ ცილისწამებაზე ბრალდებებზე მოგვეცეს საშუალება რომ პირდაპირ ეთერში ჩვენი ფაქტებით და სიმართლით უპასუხოთ ესეც ფორმალობა მე უბრალოდ არ ვიცი სასწაული მოხდება თუ არა მაგ თვალსაზრისით მაგრამ მე შემიძლია მაგალითი მოვიყვანო როდესაც კობახიძე ცრუ ბრალდებებს უყენებდა მზიამაღლობელს პირდაპირ ტყუილებს ლაპარაკობდა და როგორ არ მისცეს საშუალება რუსთავი 2-ზე პასუხის გაცემის და შემდეგ ნახეთ სასამართლომ რა გააკეთა როდესაც საერთოდ შეწყვიტა ეს საქმე როცა კობახიძისგან უარყოფას ითხოვდნენ ასეთ შეკითხვას დაგისვამ ჩვენი საუბრის მიწურულს რა არ ეცოდინება საზოგადოებას თუ კი ეს პლატფორმები არ იარსებებს მათ შორის თქვენი პლატფორმა თუ არ იარსებებს რა ინფორმაციის გარეშე რჩება ანუ ჩემი შეკითხვა გულისხმობს იმას გარდა ტელევიზიებისა რომლებიც ასევე მძიმე მდგომარეობაში არიან ონლაინ მედია რამდენად დიდ დატვირთვას იღებს თავის თავზე. აი ეს მაინტერესებს მეც და მაყურებელს. აუცილებლად. საზოგადოებას არ ეცოდინება ობიექტური, დაბალანსებული, გადამოწმებული ინფორმაცია პირველ რიგში, მაგალითად, როგორ იხარჯება მათი ფული. ბიუჯეტი, რომელიც მათი ჯიბიდან ივსება, სად მიდის, ვის ჯიბეში მიდის ეს მილიონები, რა კონტრაქტებს დებს სახელმწიფო. ხო და აქ ვიქნებით ამამი და გავიხსენებ აი ფაქტის რამდენიმე გამოძიებას. მაგალითად, ეს იყო ნამახვან ხესის პროექტი, როდესაც 2021 წელს ეკონომიკის სამინისტროსთან ხანგრძლივი ურთიერთობით ჩვენ მოვიპოვეთ კონტრაქტი და ჩვენ ვიყავით პირველები, რომელმაც ეს კონტრაქტი გაავრცელა და რა თქმა უნდა, როდესაც ამ პროექტის კრიტიკოსები, ასე ვთქვათ, რაღაც ვარაუდებზე საუბრობდნენ, შემდეგ უკვე ჩვენ მივეცით მყარი მტკიცებულება და უფრო მეტი არგუმენტი, რატომ იყო ჩვენი ქვეყნისთვის ეს პროექტი საზიანო და შემდეგ უკვე იძულებულები გახდნენ ეს გაეწყვიტათ ხელშეკრულება და ამას კიდევ დამატებითი ფასის გადახდა მოუწია, ხო? მილიონობით, ასობით მილიონი დოლარი გადავუხადეთ თურქულ კომპანიას, ხო? ეს ამას ესენი ვერ გაიგებდნენ. აი ახლა ძალიან ახლო წარსული გავიხსენეთ, ხო? ბიჭკო პაიკიძის შემთხვევა, კი? ლილუაშვილთან დაკავშირებული 2002 წელს წერდით, როდესაც მის კომპანიას, რომელიც დედის სახელზე გააფორმა, 2 ჰესის აშენება სურდა სულოში. მაშინ ამაზე არავინ ყური არ შეიბერტყა, ასე ვთქვათ და არავინ არ დაინტერესდა. იგივე სამტრედია გრიგოლეთის გზაზე, ხო, კომპანია აკორდის შესახებ 2023 წელს აქვს ჩვენ სტატია გამოქვეყნებული და დაახლოებით 3 მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტი მოვიყვანეთ, მაგალითად, რომელიც ან მიატოვეს, ან უხარისხოდ შეასრულეს, ხო, მაგრამ მაშინ არავინ შეიბერტყა ყური. ის რომ ეხლა ეს გამოძიებები დაიწყო, სულაც არ ვფიქრობ, რომ ეს ქვეყნის ინტერესებს ემსახურება. ეს რაღაცა პირადი ანგარიშწორებებია, თორემ მაშინ ბევრად ადრე უნდა ყოფილიყო ეს გამოძიებები დასრულებული და არც ხიდები ჩავარდებოდა და არც ბევრი ტრაგედია მოხდებოდა და ასე. ახლა, როდესაც ივანიშვილი იჭერს ხალხს მის გარემოცვაში, ჩვენ არაერთი ვნახეთ, მათ შორის აი რაც ჩამოთვალეთ ეს გამოძიებები, გავიხსენეთ პირდაპირ ეს საქმეებია, რომელზეც თქვენ საუბრობდით. რაიმეს დამატება ხომ არ გსურთ და დავასრულოთ ჩვენი ხო, მე ამის თქმა მინდა, რომ ეს მედიები არიან და აბსოლუტურად დამოუკიდებელი ონლაინ მედიები ჩვენ ძალიან სუფთა, წმინდა, გულწრფელი სინდისით ვემსახურებით ჩვენ ქვეყანას და ვავრცელებთ სიმართლეს. ამ მტრულ გარემოშიც, როდესაც ყველანაირი და შეძლებთ მუშაობის გაგრძელებას მიუხედავად იმ ყველაფრისა, რასაც სმარტფონი მაინც გვექნება, ჩვენ აუცილებლად ვიმუშავებთ. ძალიან დიდი მადლობა და ამასთანავე მაყურებელს მინდა ჩემი მხრივ უთხრა, როგორ ფასდაუდებელ სამუშაოს ატარებთ თქვენ, მათ შორის ტელევიზიების თუ ჩვენ ძალიან ხშირად ვეყრდნობით თქვენ მიერ თქვენ გამოძიებებს და თქვენ მიერ მოპოვებულ ინფორმაციას, ასე რომ მაყურებელს მინდა უთხრა, რომ ტელევიზორში რასაც ხედავთ, არის შემთხვევები, როდესაც ამ ხალხის გამოძიებულია და შემდეგ ჩვენ გავავრცობთ ხოლმე და თქვენ აუდიტორიას გაწვდით ამის შესახებ ინფორმაციას. დანუკა ბრეგაძე, აი ფაქტის ჟურნალისტი იყო ჩვენი სტუმარი. დიდი მადლობა სტუმრობისთვის.